ჰაი. როგორ ხართ? ხო ხართ კარგად? შვენივრად, ბედნიერად. მე არა მიშავს. განსაკუთრებით მაშინ ვარ ხოლმე ბედნიერი, აი, კაი დაღლილზე რომ მოვალ ხოლმე და მე კიდე რომ გაიხედები, ასალაგებელია ყველაფერი და ჩასალაგებელი. მოკლედ. რაღაცები მოვახოხიალეთ მე დედა და ბავშვი ვიყავით ოჯახში საყიდლების დრო დადგა. ხო და სულ დამავიწყდა ხალხო რომ ვაიმე დედამიშვილეთ. ბევრი არაფერი მიყიდია მოკლედ, მაგრამ ვინც არიცით და ვინც განსაკუთრებით კალორიულ დეფიციტზე ხართ, გეტყვით რომ ტუნაზე აქცია ღირს 3 ლარი და იცით რომ ტუნას აქვს ძალიან დაბალი კალორია, მეგობრებო, და ტუნას კალორია სულ რაღაც 54 გახლავთ და ანუ მართლა ძალიან ცოტა კალორია, ამიტომ განსაკუთრებით უხდება მოხარშულ კარტოფილს, აი აკბდება ზედ, ასე რომ შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილთან ერთად. 2 ცალი წამოვიღე. მეტი არ მინდოდა. ვაიმე დედა გული გამისკდა, მეთქი გადმომივარდა თქო. რაჭის ამობედურს. შემდეგ მაწონი ვიყიდეთ, მაწვნის სუპი მინდა გავაკეთო, ან ცოტა ცომი მოვზილო და თუთმაჯი გავაკეთო. თუთმაჯი მინდა ძალიან და ნახოთ. ეს 2 კილო მაგისთვის არის განკუთვნილი. ხო, თან მოდი ვისაუბროთ კომენტარზე. სულ ხო ვიწყებ ხოლმე მოგესალმება თქვენი მზისხივი და მოკლედ ამ სიტყვას მოყვა კითხვა, რაზეც მეც ასე ვთქვათ სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა ამ კითხვას თავისი დამლაიქებლებიც მოყვა და რადგან გაინტერესებთ და რა თქმა უნდა რა ვიცი ალბათ გაინტერესებთ ყველა ხوار მეკითხებით, გეტყვით რატო ჩათვალეო რომ ჩვენი ის ხარო რა ქვია მზისხივიო. ძალიან ადრე რო დავიწყე, ძალიან ადრე ხარ 8 წელი კი არა რაც აქ ვარ, მაგრამ მოკლედ რამდენი ხანიც არის. ხუმრობით თქვი რომ მოვიდა თქვენი პუტკუნა მზისხივით, თქო. აი ასე ერთი ხუმრობით დაიწყო ჩემი და ამ ფრაზით რაღაცა თქვენი მისალმება და მოკითხვა. რაზეც ძალიან კარგი გამოხმაურება იყო, ძალიან კარგად მომყვა ჩემი აუდიტორია და ძალიან მე სულ მახსენებდა, ჩვენი პუტკუნა მზისხივი მოვიდაო და აი აქედან დაიწყო და ფაქტობრივად ჩემი ვიდეოების მგონი 99% იწყება ასე, მოვიდა თქვენი პუტკუნა მზისხივი. თუმცა რაც 19 კილოგრამი დავიკელი და ვამბობდი ხოლმე მაინც მოვიდა თქვენი პუტკუნა მზისხივი თქო, ძალიან ბევრი მწერდა რომ ძალიან გთხოვ პუტკუნა მოაშორე, იმიტომ რომ ისეთი აღარ ხარ რასაც ადრე გულისხმობდიო და რაღაცა ყურში ვეღარ ხვდებოდათ კარგად. 1-2 კიდევ ცადე მე თქვა და კიდე იგივე მოყვარო, არ გინდა რა ეს აღარ თქვაო, იმიტომ რომ აღარ შეესაბამებაო, მიხოთ იმის რომ კიდე მაქვს 10 კილო დასაკლები ახლა. მართლა აღარ ვთვლი რომ ისეთი პუტკუნა ვარ და ზოგადად პუტკუნად აღარ მიმაჩნია თავი, თუმცა ზემეთი კილოგრამები არის. კაი, ამას თავი დავანებოთ. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატოც მოვიდა თქვენი მზისხივი დარჩა ის ხუმრობით ნათქვამი ფრაზა შემორჩათ და არ ვიცი შეიძლება გამაღიზიანებელია ვინმესთვის, რა ვიცი ვიყო ხალხო გიშლით რამეს, ანუ ხო ეს ვიტამინი ვყიდე და ხო და რა ვიცი ხალხი ლაივებში ზის და გაგინებთ ხალხო. რავი მაინც მადლობებს იხდით მე მგონი, ანუ TikTok-ის ლაივებში ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს და დედის გინებით გაყავთ დრო და არ აქვთ ხოლმე ის რომ აი რატო გაგინებთ, არ გინები. ჩემთვის ბედნიერად პატარა ჩემ სამყაროში ვცხოვრობ და ვცდილობ რომ გავიზარდო რაც შეიძლება, რაღაცები გამომდის, რაღაცები არ გამომდის, რაღაცები ვერ გამომდის, რაღაცები აღარც მინდა გამომივიდეს. ხო და ჩემთვის ვარ, რა ვიცი ხა, არ მგონია ამით ვინმეს რამეს ვუშლიდე. რა ვიცი, არ გაყენებ შეურაცხყოფას, არც ვიგინები, არც ვიწყევლები,
აი არ ვიცი, მაგრამ მაინც ხო ხედავთ რაღაცა ვერ გაიგეთ, ხო? ხო, დედიკო, ოღონდ ჯერ არ უნდა დალიო. ხო და განა პრობლემა ხალხო მაგაზე, არა ეს პრობლემა, უბრალოდ გაინტერესებდეთ და მეც პასუხს გცემთ, რომ ხო, მოვიდა თქვენი მზის ხივი მათთვის, ვისაც უყვარს დუდონა, ანუ გვანცა მე ვინც არის ჩემი მაყურებელი, ოღონდ უბრალოდ მაყურებელი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, აი ესე მაყურებელი, აი ერთხელ აქ სკროლა და ხო, რა 1-2 და არა. ადამიანები, ვინც ძალიან დიდი ხანია მომყვებიან, ძალიან დიდი დროით მიყურებენ, ძალიან ბევრი იციან ჩემზე, აი ისეთი ადამიანები, ვინც მართლა ჩემი ჭირიც იცის, ჩემი ლხინიც იცის, ჩემი წარმატებები, ჩემი ესეთი წარუმატებლობები, ძალიან ბევრი რამ რო იცის ჩემს შესახებ, რასაც მე ვაწუდი, ხა არის რაღაცები, რასაც ბლოკავ და ის ჩემია და ჩემია, მაგრამ არის უამრავი რამ, რაც უკვე რაღაცა თქვენიც არის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს გიზიარებთ და ხო, მათთვის ვარ მზის ხევი, ვისაც ვუყვარვარ, ვინც ჩემი ნამდვილი მაყურებელია და იმ დამლაიქებლებს კიდევ არც რამდენი ლაიქი ქონდა, არ აქვს ხამას მნიშვნელობა, მაგრამ ვისაც გაინტერესებდათ, აგერ ბატონო პასუხობთ, რომ ეს იყო ხუმრობის ნათქვამი, მოვიდა თქვენი პუტპუტა მზის ხევი, რომელიც დარჩა და ახლა დარჩა მოვიდა თქვენი მზის ხევი. ხო და რა ვიცი, ვიყო. ასკიშვი ბანატო. ხო, მაიონეზი ვიყიდე ქათმის სალათისთვის. ოღონდ რავი, არ ვაპირებ გაკეთებას სალათის და რატო გადავწყვიტე რომ იყიდა ვერ გავიგე, მაგრამ ნუ კაი. ქათამი დამეზარა, ამიტომ ბარკალი ვიყიდე 5 და 90-ის. რამდენია? 3 ცოტა საერთო ზომა. მარიკოს მაწონი ვუყიდე, ცოტაში სამაწოს კარგად მიირთმევს ხოლმე და ვცდილობ რომ შემთხვევაში ეს ვუყიდო, იმიტომ რომ ამასთან დატკბობას არ მთხოვს, ანუ ამაწონთან დაკავშირებით დატკბობას არ იწვევს. საპეპერშის ქაღალდებიც მოვიტანე და მომიტანე რა დედიკო. არა, ხელი გაუშვი მაგაზე, მანდა არაფერი აღარ არის. აგერ მქონია და ფეირი ვიყიდე 3 და რა არის კაცო სად მიდის ეს შტატივი 3 და 70 მივეცი. ხო და მოკეთ ამას ვამბობდი რომ დატკბობას არ მთხოვს გოგოებო და ამიტომ აი უფრო ამას ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას. ეს წვნიანისთვის კარგია, მაგრამ ამას ნუ კონკრეტულად იმიტომ რომ მიირთვას მაგისთვის ხო, ყიდულობ. ხო და მოკედ ეს ისტორია ამ ყველაფრის და მე არ ვთვლი რომ ეგ უნდა მოვაცილო ეგ სიტყვები, იმიტომ რომ მე ძალიან ვერთობი და ადამიანები, ვისაც უყვარვარ, ძალიან მოსწონთ ხოლმე როცა ვამბობ და იოგურტიც იყიდე. ასე რომ ეს არის მოკლედ რაც მინდოდა მე თქვა, მოვიდა მზის ხივთან დაკავშირებით. თქვენ მიმიღებთ თუ არ მიმიღებთ ადამიანები, ნუ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და ვინც მიღებს, მათთვის ვიყო და ვინც არ მიღებს, ნუ მათთვის ახლა რა აზრი აქვს, მზის ხივი ვიქნები თუ ქუსკამელი დედოფალი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და რაც უფრო დადებითები ვიქნებით, რაც უფრო კარგი აურით დავიწყებთ ყველაფერს, დღეს, ვიდეოს თუ რა ვიცი, ცხოვრებას, მით უკეთესი დამიჯერეთ ხალხო, იმიტომ რომ ნეგატივი აი გვანგრევს უკვე ისეთი მდგომარეობაა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, რომ აი ამდენი ნეგატივისგან მართლა უკვე აი გაღვიძებაც აღარ მინდა ხოლმე, ხანდახან რო ვიცი რომ ისევ იმ კატასტროფაში ვართ. ძალიან რთულია და თუ კი ვინმე ადამიანები იქნებიან და არიან ძალიან ბევრი, ვინც დადებითის მატარებლები იქნებიან, მაგას რა ჯობია. ხა იმდენ რთულია ხალხო ცხოვრება, რომ ვიყო რა მზის ხივი თქვენგან რამით. ხო, კონტურები ვიყიდე, ეს ფერი არ გეგონოთ ხალხო, რას გავს ეს ფერი. ეს ფერია და ეს ფერია. თითქოს სხვადასხვა ფერია, მაგრამ რო ვნახე ამის ერთი და იგივეა და რა ვიცი რატოა ეს სხვადასხვა არ ვიცი. არა, ნახეთ ეს ცოტა კვასკვასაა. ნახეთ. ცოტა კვასკვასაა და ნახოთ რა.
რა ვიცი, მე ხო გიშტები ამ კონტურებზე და რაღაცებზე და ძალიან მიყვარს ხო და მაგიტომაც იმას ქვენი რა ქვია. იყიდე. კარგი. Olma mag აიქ ვიყანა. რადე? აი სამ გასაკეთებელი ოღონდ. გავაკეთეთ და გავყინეთ. და ძალიან კარგი გავაკეთე, იმიტომ რომ და ყურა უნდა საყინო. რამე რო იყოს, აი უცებ ჰოპ დადგე და ყურა უნდა საყინო. შეყინო. აი საყვარელი ხარ, მოლამაზო. დედა მომეცის ტუნა, მეორეც მომიტანე დედა. ტუნა? ხო, მომეცი. ესეთი რო დაიწყო. კი, ლამაზო. ტუნა. ტუნა მაწონი, აი არ ვიცი დღეს მაგრად მიზარება მაწვის კერძი, მაგრამ ხო არ გავაკეთო. მარიკო, ერთი წუთით თუ შეიძლება. იოგურტი მიირთვი დედიკო შენ. აი მე სანამ დავამყარებ. გადამდება. ვუალა. ესას. ხო, იოგურტი და მაწონი ჯერ არ უნდა და ესეც შევაცვლოთ. მოკეთ იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად სწორად აგიხსენით მზის ხილთან დაკავშირებული კითხვა. მოკეთ ეს არის ხუმრობით ნათქვამი სიტყვები, რომელიც დარჩა ჩემს ვლოგებს და ის ადამიანების დამრჩენიდან ვინც ძალიან დიდი ხანია მომყვებიან. ზოგი ახლა შემომიერთდა, მაგრამ ძალიან აქტიურად მომყვება, ასე რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეს გადასაგდები, ეს აქ დავდოთ, ეს აქ შევადოთ. ხო, ეს რატო აქ? აი არ ვიცი, ანუ რა არის გალერეა გვქშილო თუ რა ხდება? მომეჩი დადე. რა დავდე? ტუალეტის ქაღალდი. დედა, მე რა გასწავლე, რა უნდა თქვა? ეს რა არის დედიკო? უი, ეს ბებოს ცელოფანია და მოიცა ხო და ესეთი ამბები გოგოება მოკლედ. ეს ტუცაცხი ძალიან მუქია. ცუდი არ არის, მაგრამ ანუ უფრო ღია მინდა რომ ვიყიდო, ანუ მკვეთრი მინდა რომ იყოს უბრალოდ ცოტა ძალიან დამპალი შინთქოსოძე ხენ ეგეთია და აუ ეგეთი არ მინდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა გამოვიყენებ. კარგი. მაწვის კერძი ხوار გავაკეთე. თუ ხვალ გავაკეთე. მაგრამ ხვალ მიცალია. ხვალ მარიკო დაბადების დღეს ცენტრში მიმყავს. დედიკო, ხვალ კაბა უნდა წავიღო. კი ფაქრები კი არ უნდა წავიღო. ყველას თავის საათი. ის უნდა წავიღო საფლე. აი ეს წავისვი. ცუდი არ არის. ახლა ცუდად მისვიო, კარგად არ მისვია. ცუდი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვი ხა რომ ეს ფერი დამაკუდა. ნუ ხო, ხადახი გამოვიყენებ. რა ვიცი, რაღაცა ვერაფერს ვერ ვიხდე. ტუჩი ქალს არ მაქვს. აი ტუჩი არ მაქვს რა. აი ხო არის რაღაცა არ გაქვს, მე ტუჩი არ მაქვს. არც იმაღლე. ჩვენი მეგობრიშვილს საჩქარ უკვე ვუყიდე. ასე რომ ხვალ წავკუსკუსდებით დაბადების დღეზე. გავხსნათ მაწონი და მოვათავსოთ ჯამში და ავთქვიფოთ ერთ კვერცხთან ერთად. დედიკო, რატო უნდა შველი. რატო უნდა უნდა ავთქვიფოთ და გავაკეთოთ მაწონის სუპი. მაწონის სუპი რატო? ვერ გავიგე, რაზე კითხვებს არ სვამ ისეს თითქოს მე რომ მომწონდეს და რატო არ ვიცი. ზამთრა. მე ხა ხალი ვარ, დავიწუწე ყველაფერი. კარგი. მოკლედ დღეს არ გავაკეთებ არც ცომით და არც ბრინჯით, გავაკეთებ წვრილი მაკარონით.
რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ და სულაც არ არის აუცილებელი იყოს ან აუცილებლად ბრინჯი ან სომი. ვერაფერთ ამოვიღე ეს სქელი ფენა, ანუ რა ხდება. და გავთქვიფოთ მოკლედ ჩვენს კვერცხერთან. მე გამზადებული მაქვს უკვე ხახვი მოთავსებული ქვაფში. არა დედიკო, ეს სუპისთვის არის, კექსისთვის არ არის. ავურიოთ. კარგად. მარიკო, არ ვიცი რატომ ღლი, კარგად კი ვერ შეეცადე არ დამღალო დღესა. აი დედიკო, ისე მეჩქარება, რომ აი ყველა ჯვარი გწერიათ. არ ვიცი, როგორ მეჩქარება ვერ ავხსნი, ამას უყურეთ, ისევ აირია მთელი ჩემი სახლი. ვერ გავიგე, ოღონდ ასე მწარეთ, რატომ ერევა ასე მალმალე, მაგრამ არ ვინერვიულობ. ექვაბები მჭირდება ხა რაღაცა სხვა სადგილიც მიტე გავაკეთო და ეყოფა. მოკლედ, ქვაფში მოთავსებულია ხახვი. რომელიც უნდა ვურიოთ, მერე ჩავასხათ წყალი, აბადუყოთ. ამათ უღებულ წყალში ჩავყაროთ მაკარონი, მოვხარშოთ და ბოლო ეტაპი დავასხათ მაწონი. ხო, ნიორი არ დაგვაუწყდეს, აუცილებელია. აუცილებლად, აბა. ძალიან უხდება დამეთანხმებით. ვინც ხშირად ვაკეთებთ, რომ უხდება სასწაულად. მარიამ, თუ შეიძლება დაკეტე რა. არ მესმის რატო გამომიღე ყველაფერი, ხო ვერ მეთქვი. კამა თქვი, ხო? ბოლო ეტაპი კამა. ეს აშკარა ძალიან ბევრი მაწონია, დედამ გადაწყვეტა, რომ გინდათ ორი მაწონი გააკეთეო. თუმცა ეხლა ზედა ქვედა სართულებზე რომ გავანაწილებ, პატარ-პატარა ქვაბებით ორი გჭირდება. როცა მარტო ჩვენთვის ვაკეთებ ხოლმე და ვთქვათ მხოლოდ მამას ვაწვით, მე ესე ერთის ყოფნის ხოლმე, იმიტომ რომ დიდად ხარ რო გითხრათ, რომ ყობა იკლავს თავს ამის ჭამით მოგატყუებს და თუმცა ხანდახან მიირთმევს ხოლმე. მოკლედ, პირველი ეტაპი თითქმის დასრულდა. ხახვის მოთუშვის მაგრამ თავარია რომ არ უნდა დაგვეწვას, იმიტომ რომ დამწვარი მე მაწონში აზირად აღარ მომწონს. ჩვენ უკან მომამზადოთ აქ წყალი. რატო გადავწყვიტე რომ არ ჩანდი, არ ვიცი. რაღაცა ცუდად მიდევს შტატივი. თუმცა აი მაწვრის კეთში ხადი როგორი ინდივიდუალურია, მაგრამ გოგოებო ძალიან არ მომწონს, აი როგორი გეტყვით. გადახრაკული ხახვი როა ხოლმე ძალიან არ მომწონს. თუმცა არის ზოგი რომ აი კარგად წითელი რო არის, ეგეთი უნდა. მე მაწვრის კეთში ვერ ვიტყვი რომ ეგეთი მომწონს. ნუ ყველანაირი მიყვარს, აქედან დავიწყოთ. არა ვარ ხა დიდად მაწვისზე და ხალხზე ეგრე გარდახვად გადარეული რომ აი მე ეს არ უნდა იყოს ის იყოს, მაგრამ მე თუ ვაკეთებ ცოტა თეთრად მირჩევნია ხოლმე რომ სუპებში ასე ვთქვათ იყოს. ბეფოს მაგალითად უყვარს რომ აი კარგად დაწითლებულია, დამწვარი არ დაწითლებული უყვარს, მაგრამ მე უფრო უპირატესობას ცოტა თეთრს ვაიჭერთ ხოლმე, მეუბნება ხოლმე. არ მოთუშე? კი ბებო. არ ეთყობა არაფერი. ნუ ხა ოდნავ ოქროს ფერი, აი ოდნავ რო გადაკრავს, ეგრე მიმყავს რა მაგდონემდე რა. ასე დავუმატოთ წყალი. რა თქმა უნდა, წყალი არ ეყოფა. კარო მქონდა მოგვახარშოს. დავუმატოთ. გაჩვენებთ იმ წვრილ მაკარონს, რომელსაც ვუშვები.
თან ვუღოიოთ. ეღოფა, ბევრი წყალი აღარ უნდა. ასე. დაველოდოთ ჩვენ აქ ვთხოვდეს წყალი. მანამდე ჩვენ დაგვჭირდება, აუ, კამა მაღლა, კაი. თვითონ დააჭრან მერე. და ჩამომიტანონ აქ. რატო დავდივარ ასე უგზავნოთ, ხო? მაკარონი დაგვჭირდება აი ეს. გუთხუა. და ხო რამდენი არა ხალხო. ერთი კურცილის ის არის. ბატონო. ეს არის ლარი და 97 თეთრის მაკარონი და ვგიჟდები ამ კონკრეტულ მაკარონზე. ვაიმე, არ გადმომიქციო, არ დამღუპო. არა, აჰა, ერთხელ და მოურიე. მეტი არა, დექვაფში უნდა ჩავასხო საყვარელო. აჰა, აურიე დედიკო. ნელა. კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა. წაბძანდი და ითამაშეთ. მოდი ხო ჩვენ მაკარონი გადმოვიღოთ იმიდან, რა ქვია. აუ, აი, ამის შეკრა ხალხო, შეკრა, ახლა ამაზეც რაც ქვია. მე ვიტყვი და თქვენ შევიწორეთ, ხო, მე ნერვები მე აღარა მაქვს. ამისი იმის სულ არასწორ რაღაცებს ვარ ახსნებ. კარგი, გადმოვყაროთ. მე მიყვარს ბევრი მაკარონია წვნიაში, გიჟდები ხალხო. სხვათა შორის ბავშვობიდან მიყვარს და წვნიანს რო ამოვიღებდი ხოლმე, აი ამ სისქეზე ამოვიღებდი. მე გვიწვენი აღარ მოყვებოდა ხოლმე და სულ ამაზე იყო სახში ჩხუბი, რომ რამდენ მაკარონს ვიყებდი. რომ რა ამბავია, რა იყო? ავტომატ ხოცაც. მეტი აღარ უნდა. მე მგონი ბევრიც არის. რომ წვრილია და ის მსხვილდება. კარგი, შევუკრათ პირი ჩვენს მაკარონს. რაც არ მიჭირს ოჯახში არის მარაკში მეტი დრო აღარ გაქვთ, ანუ და გამეთიშა ვიდეო. მოკლედ. რაც არ მიჭირს თქო მაგას ვამოვდი, ეს არის მაკარონები. ასეთი გინდა, მსხვილი გინდა, წვრილი გინდა, გრძელი და მსხვილი გინდა. ყველანაირი შეგიძლიათ ჩემს სახში ნახოთ, ანუ რაც არ გაგიჭირდებათ, რომ მოძებნოთ ჩემს ოჯახში, ეს არის მაკარონები, ანუ გიჟდები რა გავაკეთო. სულ მინდა რომ ვიყიდო მაკარონი, ანუ რაღაცა შეიძლება ვირუსი მაქვს ეგეთი, აი არ ვიცი. საწავიდე კაცო, გამოცულცული ერთი შენ ვაჟ ბატონო. მე მგონია ხალხო რომ ვაიმე თქო, როგორ დამავიწყდა მეთქი, რომ მეყიდა მარილი თქო და გოდებაში ვარ და გავიხედე და 4 ცალი ესეთი ზოგი აქვს, ზოგი შემიდია, მიყიდია. და მე როგორ უგზოკლოდ ვეძებ ხოლმე, აი ეს წვრილი ვერსია როა. აუ, კონტური გადამივიდა. მაგას ასე ვთქვათ. ყიდულობ ხოლმე. რა ვიცი, ხანს ხოსაც ყიდულობ, ხა ვერ ვიტყვი რომ არ იქ ამას მივაკუდები და მარტო ამას ყიდულობ, მაგრამ შემთხვევაში უფრო მე რანაირად მოვჭერი ახლა რომ ვიწვალო ჩაყრაზე. ჩემი თავის მტერი ვარ. ვაიმე, გამეყარა. არა უშვის. ჩემს სახლში ისეთი სისწრაფით ვყიდულობ ყავას და მარილს, რომ მაღაზიაში მეკითხებიან ხოლმე მოწიწებით, რომ ხოლმე თქვენთვის მიგაქვთ თუ მეზობლებისთვის. მე უყვით ხოლმე რომ ვამბობ რომ არა მხოლოდ ჩემთვის. ანუ იმდენად მართლა, იმდენად ხშირად ვყიდულობ მარილს, რომ აი რა გითხარათ. იქიდან გამომდინარე რომ მე მიყვარს მლაშეს საკვები, სამწუხაროდ და ვიცი არ შეიძლება რა თქმა უნდა. ამიტომაც მიწევს ხშირად უფრო მარილის ყიდვა, ვიდრე ვთქვათ სხვა ოჯახში ეფეთაჭი. და რაც შეეხება ყავას, ყავა არა მხოლოდ მე მიყვარს სახში, ყველა ძალიან გვიყვარს.
თან იმდენი რომ აი რა გითხრათ აი დაახლოებით რო გითხრათ ყოველ მეორე დღეს მაინც 1 ლარის ყავა აუცილებლად საჭირო. მამაჩი ტელეფონში უნდა უყურო. რაო? მამაჩი. დედიკო ვიდეოს ვიღებ. აუ რატო? ეხლა ეს რაც გამოვიღე, მან სხვა რაღაცები უნდა მოვხარშო დედიკო მე იმ ქვაბებში. ამიტომ მობილური მიჯდება როგორც ყოველთვის. ხალხო, რაზეც პასუხს გავცემ ეს იმას კი არის, რომ ვინმე ცუდა დავიწერა და იმიტომ ვცემ პასუხს. ბუნებრივი ამბავია, რაღაცას იკითხავ, პასუხი უნდა გავცე ადამიანებს, თუ თან რამდენიმეს აინტერესებს, მირჩევნე ხომ ვიდეოს სახით გავცე და არა ისე. რაც შეეხება იმას, გაბრაზებული ტონით იცი ლაპარაკიო, მე მოპატიეთ ასეთი ტონი მაქვს, ასეთი ხმა მაქვს და ნუ რა გავაკეთო ახლა. ასეთი ამბავი. მოკლედ ხა ჩვენ შევაცუნცულოთ ეს რაღაცები ცოტა მივალაგოთ. კიდე სხვა სადილიც უნდა მოვამზადო ჩემი მეუღლისათვის და მაწვის კერძით დავასრულო დღეს რამენაირად. არ ვიცი თქვენთან როგორ არის ხალხო, ერთი გამაგებინეთ. ამდენი ყავა რო ავადუღო, უნდები ალბათ, რა ვიცი, 7 საათი. თქვენ წარმოიდგინეთ მაკარონი როდის მოიხარშება? არ ვიცი, ჩემს გასჭირს რამე. საცავნა წავიდა, ყოველს ეგ პრობლემა აქვს, რომ აი არ ვიცი რა არის, მაგრამ ვერად უხდა, აი არ ვიცი რა არის, მაგრამ არ კეთდება მალე. არ ვიცი რა არის, რას უშვებენ, რატო თქვენთან როგორ არის? ევროპაში არ მინდა მადლობთ, საქართველოში რა გჭირს, თორე ევროპა კი არის კარგ ბავშვი. ამაზე მეც არ ვუშვები, არ არის დიდი, მე არ მიყვარს ძალიან ნივრის გემო რო აქვს და მხოლოდ ნივრის გემო რო აქვს, ეგეთი კერძები არ მიყვარს, ანუ შქფერულზე არ არის ლაპარაკი, აი ესეთი კერძები რა. კი მიმირთმევია და მე ხა მაწვის კერძი მაინც მიყვარს და ხო კარი ჯანდაბას, მაგრამ ზოგადად ნაკლები ნივრით მიჩვენია ხო. ეს გახავთ მეგობრებო დაჭრილი ცომი, რომელიც ცხიმში ითუშება კი არა და იწვება და შემდეგ უნდა მოთავსდეს აი აქ. ნუ ეს უფრო თუთმაჯის დროს იყრება ხოლმე, მაგრამ დედას ძალიან უყვარს, ასე რომ მაკარონშიც იდეალურად მოთავსდება. მარტივია, იზილება ცომი, იჭრება აი ესე კუბებად და იყრება ცხიმში. ამას ძალიან დიდი ხარშვა არ ჭირდება მეგობრებო, როდესაც გადაიტანთ უკვე თავისივე წვენში, ანუ მაწვენში, მალევე უნდა გამორთოთ. აგერ მეგობრებო. ჩავყარეთ და 2 წამში გამოვრთავ. სუნი აქვს, აი არ ვიცი, ფანტასტიკური. არ ვიცი რა, ერთი კვირა სიცხიდან თავი ვერ ამწიე. 29 ნახევარი, 38, 39 ნახევარი, 38, 27, 38, 39. არ ვიცი. ისეთი გამწარებული ვარ, ხო? ეხლა ტელეფონი მომაწოდე. უნდა დაურეკო კალას. კალა ვიცი ვინ არის, მაგრამ უნდა გამოვლაცვა ეგრე. კალა რა შუაშია, მაგრამ მე რა ვიცი. ყველაფერი მაგათი ბრალია და იყოს ესეც.